თენგიზ მაისურაძე ძალიან სახიერი არტისტი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის მიერ შესრულებული დიდი თუ პატარა როლი, პატარა ეპიზოდიც კი იყო მკაფიოდ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამორჩეული, ის უფრო მეტად კომედიის არტისტად აღიქმებოდა, თუმცა მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდები დრამატული მიმართულებით. იუზე ვიქეიფე რა. მე ეკლესიაში შევედი სახლები დავამთე, ღმერთს დაუჩოქე და უთხარი, ღმერთო, რა კი გარეთ გამოსვლა მაგიცე დღეიდან ფულის გამფლანგველის დეთალაპირებეთ. გარეთ რო გამოვედი ვიფიქრე, კაცო, ცოტა თუ არ მოვიპარე, სოლშვილი რითი ვარჩინო, მე ისე უკან შევედი. ისე დაუჩოქე ღმერთს და უთხარი, ღმერთო, სულ ცოტა მოპარვის უფლება მომეწი, ცოტა ბევრი არ მინდა მეთქი, ასე მითხრა. შენი ცოტა ვიცი რა არისო, რა უთხარი რა არის მეთქი? ზუსტად ის თანხა მითხრა, რაც მოვიპარე, მილიონ შემტაო. ეს გახლავთ მსახიობი, რომელსაც ახასიათებს ჯერ თავისი კვიდრი მისთვის დამახასიათებელი და მისგან გამომდინარე რაღაცა განსაკუთრებული ინტონაცია, რომელსაც ყოველთვის ყველგან და წამიერად გრძნობ და ხვდები, რომ ეს მხოლოდ მისეულია, ეს ერთი და მეორე რაღაცა გამორჩეული სიმკვეთრე. სიმკვეთრე ხა თავისთავად ცუდი არ არის, რაღაც ინდივიდუალიზმის ნიშანია ყოველთვის, მაგრამ ეს სიმკვეთრე ერთგვარი სიმკაცრეც, რომელიც მისთვის იყო მხოლოდ დამახასიათებელი და ეკრანზე ჩნდებოდა, შესაძლებელი არ განგაწყობდეს მისი გმირებისადმი, ხომ მართალია ეს ყოველთვის ასეა. თენგიზ მაისურაძესთან დაკავშირებით იყო პირიქით. მაშინაც კი, როდესაც მის პერსონაჟებში იმალებოდა რაღაცა ბუნდოვანი წარსული, არც თუ სახარბიელო ბექგრაუნდი, რაღაცა ცუდი თვისებები და ასე შემდეგ, მაშინაც კი უპირველეს ყოვლისა მასში იბადებოდა ადამიანი. და ასეთი იყო ის თეთრ ბაირაღებში. ვაი, ლოთი მოვიდა, ლოთი კიდე მოვიდა, ლოთი როგორ მოვიდა, კაცო. ვაიმე, ბიჭებო, ნისიათ არ უსხამს ეს შეჩვენებული. ნისიათად აბაზი რა არის? მოიცა. დაუსხი რა, დაუსხი აბაზი რა არის, ჰა? რო გამოვალ თუმანს მოგცემ. დაუსხი არ გაუშვა გაწმილებული, თორე მოკვდება. დაუსხი, შენი ჯიგარი დავხიე შენი. თითქოს აი მორგებული კი არა მხოლოდ, არამედ დაბადებული და განცდილი ამ როლთან ერთად. ყველაფერი, რაც მის ინტონაციაში და რაც მის ხედვაში და რაც მის წამიერ რეპლიკაში შეიძლებოდა რომ გამოსულიყო და ამოსულიყო ზედაპირზე, ეს იყო წმინდად ადამიანური, ძალზე ღრმად გააზრებული და ყოველ ჯერზე მხოლოდ განცდით ამოთქმული. ეს რა არის სამხანაგო ბუთხუზი? თქვენ სამჯერ გადაგიჭარბებიათ მეგობრებისათვის 75 კილოვატ-საათი. ესე იგი 3 მანეთი უნდა მისცეთ მთავრობას. 3 მანეთი? დიახ, 3. 3 მანეთი არ იქნება შვილო. როგორ თუ არ იქნება? აი, ამხანაგის მოწვევა რომ მიმეღო ჭაჭუნიაზე, მაშინ შესაძლოა დავეჭებულიყავი, მაგრამ 3 მანეთი რა ბედენაა შვილო, მაგრამ მაგდენი არ იქნება. ხო, არ იქნება. მოიცათ ამხანაგებო, როგორ თუ არ იქნება? ეს რა გამოდის? როგორ თუ არ იქნება? მოიცათ? აი, შეხედეთ ამას. არის. დიახ. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ უნდა ვიფიქროთ. ფიქრის მეტი რა დაგვრჩენია შვილო. მაგდენი არ იქნება შვილო. ერთად შევდივარ და ერთად გამოვდივარ. მას თქვენ ამბობთ რომ მე ვტყუი ხომ? არ შვილო. ასე გამოდის. თენგიზ მაისურაძის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოპულარული როლი, თუ შეიძლება ასე ითქვას,
იყო უკვე იმ ასაკში, როცა ის უკვე სახალხო არტისტი იყო, ლეგენდარული ეზოშავი ძაღლია, სადაც ის ვანო ლაითაძის როლს ასრულებდა. ლაითაძე! ივან ქარდიანოვ! სისტა ეკთოდი მომიტანე შენ. სისტავდე, თქვენ საკ უყოფილვარ ლაითაძე მე. რა მოგახსალო? მეორე! რომე გამალი? აბაი მაგითი. სვატები ესარე. ეს გამიწლე. მურთივი გავგორდა. შენკი ანდროს თვითონ შემწევი შემოხვალდა კილოს მოთავ. ეხლადი არა. აიწება, გამოწიება. რამიყვანა ლაითაძე ამ ტრაგიკულ ფინალამდე ყველას მოყვება და გათახსირებულებს ყველა წავედი ახლა. მაი, ხილანი მაი შეგატო. თავი გლახადარია ყოთაქსი. ისე გავყო, როგორც საჭიროა. ჭირია. გათახსირებულები. ყოველ სპექტაკლზე რო მაგისი სცენა რო იყო, რო წერდა ამ ანონიმკას. ნუ ისეთი შესანიშნავი იყო და ისეთი ზღაპრულად კარგად თუ ტაშის გრიალში მიდიოდა. წარმოიდგინე, ანონიმში ხსოტაშ დაუკრავენ დარბაზი. იმდენად ზღაპრულად კარგად აკეთებდა ამას და მე ყოველ სპექტაკლზე მე ერთად თამაშობდი და მე ყოველ სპექტაკლზე შევიდოდი და უყურებდი ხოლმე, აბა როგორც და სულ შემჩნეული ჰქონდა რომ მე ვუყურებდა. აბა დღეს როგორ ვითამაშე? დღეს როგორ ვითამაშე მეტყო და ეს რა არის? ახლა შენე პროფრები ქალაქის აფრთხებათ. თქვენ ისინი მოგთამეთ არა? ამან დამკიდება შეგდო. თავად იცან თუ კაცი ყოფილვარ. ჩემია ჯერიმას მიუხედავ, რაც უკვე დამკიდება. რას მიხედავ? ჯულია, თქვენი მეუღლე დაუქმენია. მოცნების საკმამისე მეტია. იხობა შევადგინო. არავითარი აქტი, არავითარ ძაბს ჩვენთვის არ უკმენია. ჩვენ გვკბენენ თქვენაკმეთ ჩვენ. კი თქვენ ერთონე საკუთრე ბურჟუაზიული გაქროლაშთი, რომელსაც უნდა ჩვენი სისხლით, შრომელ ადამიანების სისხლით სხვილი გახდეს არა, ვერ დაგითმობთ რევოლუციის მონაპოვარს. ისტორიის მორბალს უღდარ შემოგვუნებთ. იცოდეთ თუ მართლა აღშენეთ საკუთარი ხელით დაგანგრევინებ უგაცი ყოფილვარზე. დიახ, ასე. თენგიზ მაისურაძის გმირი ეს ვანო ლაითაძე იყო რაღაცა არ ვიცი აი თითქოს რაღაც ამ მთელ ცხოვრებაზე სამყაროზე ყველაზე გაბრაზებული დაბოხმილი კაცი რომელიც სულ მთელ ცხოვრობდა იმით რომ ესე იგი წერდა ამ ანონიმკებს ანუ ხელმოუწერელ საჩივრებს და ამითი იყო ეს იყო მისი არსი ცხოვრების ნუ წინვალე სცენები იყო ეს ღამე ეს რო იმას წერს და ეს ლენა ყიფშიძის გმირი ერთ ამბავში რო არის ცოლი ხო და იცით რა არის ფიზიკურათაც რაღაცნაირი გახსოვს რაღაცა უშნო ადამიანი როგორც სულიერად ისე ფიზიკურ აი მსახიობს ეს გარეგნულ იმაზეც გამოქონდა თითქოს აი ეს ნაკლოვანებები ამ გმირისა ეს ჩემი თავი ერთ ოჯახს კი არა თელ ჩვენ სახელმწიფოს შეყოფოდა მაგრამ ვერ მოგართვით მე მჭირდება ჯერ აკამრებს ეს ხალი დავიძინო არა ხალხო შენ არ უნდა იცოდეს სატრაგედა ბარა დღეს არის რო გამოდექი შუენოში და პროტეულის რა პროტეულის παιδιά შუაგა ფუში აღები მაშინდელ თეატრალურ სამყაროში იყო საოცარი რამე გიგა ლორთქიფანიძის არჩევანი რომ დრამატული თეატრის მსახიობი თენგიზ მაისურაძე მიიწვია აი ამ ერთ როლზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. ეს არის მერძევე ტევე, მევიოლინე სახურავზე ცნობილი ჰოლივუდური, უпростоად ბროდვეის ცნობილი მიუზიკლი. ჯერი ბოკის და ჯოზეფ სტაინის ძალიან შოლომ ალეიხემის ნაწარმოებების. და აქ ის როგორც დრამატული მსახიობი კი არ წარდგა მარტო მაყურებლის წინაშე, არამედ იმ ვოკალურ ძალიან რთულ არიებს ასრულებდა რომელიც აქ ამ როლში უფრო დრამატული იყო თენგიზ მაისურაძე ჩვენ თითქოს ვიცით რომ ის იყო სახასიათო კომიკური რაღაც ესეთი მსახიობი თუმცა აი
მერზე ვეტევენ საკმაოდ დრამატული ის არ არის მარტო სასაცილო და ეს მარტო იმაში არ არის რომ სხვა ჟანრში ითამაშა მუსიკალური მიუზიკლში ითამაშა დრამის მსახიობმა ხო სადაც გარდა წმინდა დრამატული მსახიობის მონაცემის მუსიკალობაა საჭირო იქ ღერიანს ეკავენ ხო დიდი დატვირთვაა და თან აღარ იყო ახალგაზრდა მაშინ როცა ეს ითამაშა სახლის ბატონი რომელი ხარ და მე ვარ მე რაც შეუკვეთი ამ ხალხს ყველაფერი გაგიკეთა ეს კი ბატონო უფრო მეტის გადაყვნენ თითოხერ ფიცარს ბატონო შეხედეთ შეხედეთ უყურე სახლს კი არა კარადას არ გააკეთებთ ასე მონდომებით ხელოსანი თქვენი სისხლინავლიერად არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა იმპროვიზაციის შესანიშნავი ისეთ ყოველ სპექტაკლზე სულ ახალ რაღაცას გვაჩვენებდა ყოველ სპექტაკლზე აი იუმორის გზნობა ჰქონდა ბრწყინვალე გარდა მაგის ადამიანს როდესაც მუსიკა კარგად იცის და როდესაც მუსიკალური აქვს შიგნით შეგრძნება მუსიკის ბრწყინვალედ ის კარგი ადამიანია ჩემი აზრით მოხვეულში და დუქანია ხალი მიყვარს სუკანია მოხვეულში დუქანია ხალი მიყვარს სუკანია ვაი ჰეულანინა ვაი ჰეულანინა და ჰოფისურის და პატრონასო ეშინია და პატრონასო და ჰოფისურის პატრონასო ეშინია მატრონასო ვაი ჰეულანინა და საოცარი ვოკალი ჰქონდა საოცრად მღეროდა და აი დღევანდელი დღესავით ჩემ თვალწინ დგას მარჯანიშვილის თეატრის იუბილეი იყო რომელიც აი ესე კაპუსტნიკის სახით გაკეთდა სადაც ლეო ანთაძე და ბატონი თენგიზი დუეტს ასრულებდნენ გროტესკული რაღაცა კუპლეტები იყო რომელიღაცა ოპერიდან იყო მე მგონი ნაწყვეტი და ისეთი დასჭექეს ერთმანც და მეორემაც ის არა მოდის ყურიდან რომ მოდიხარ სად მოდიხარ ღრუბელო წუთი სოფელს შენ კი არა მეც ვერ გაუგევო ვისაც ვარდი უთესია ამოსულა ეკალი ერთი დარდი არ მასვენებს ეს რა ხდება ნეტავი ისეთი მსახიობი იყო რომ მასზე სპეციალურად უნდა დაწერილიყო სცენარი სპეციალურად უნდა გადაეღოთ ფილმი კინოში მახსოვს რამოდენიმე როლში შესანიშნავად ასრულებს როლებს და განუმეორებლად უბრალოდ მარტო ის ფილმში რაღაც აი უდიპლომო სასიძოში რო არის რა გენიალურად ასრულებს თავის როლს გენიალურად მე არ მგონია რომ ვინმე სხვა მსახიობი შეასრულებდა ასე ამ როლს გონიწყება ჩემი ფსიქიატრიული პრაქტიკა რეაქტიული ფსიქოზის სახელმწიფო ნიშნებია Kagista. Dia. Parteni namtulat kagista. Vai. Oh, Romerto. Magram megi unda. Morte.
აი ამ კომიკურ როლში თენგიზ მაისურაძე გამოჩნდა როგორც თავად მაძიებელი რაღაც იმ ახალი ხასიათის შტრიხებისა, რომელიც მის პერსონაჟს შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს იყო რაღაცა უნებლიე მოქმედებები, სრულიად უნებლიე რეაქციები, რომელიც შესაძლებელია არც კი ყოფილიყო გათვალისწინებული რეჟისორის მხრიდან. სრულიად უეცარი და ძალიან ადამიანური ეჭვები, რომელიც მის პერსონაჟს ეუფლება ხოლმე და აი ეს ეჭვები მას ძალიან კომიკურს ხდის. და ამავდროულად ახლოებს აი ათასობით ასეთ მეოცნებე პერსონაჟთან, რომელნიც ფიქრობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული მისიისთვის არიან მოვლენილნი ამ ქვეყნად. არ გაუხსნათ ხელები. მდგომარეობა მეტატერიოზულია. გაშევათ ეკო. რას ბრძანებ? ლივს გადავეხარე რეაქციულ ფსიქოს. დადებითი კაცი იყო ძალიან. ძალიან ბავშვური ბუნების. ხო, ახლა რო შეხედავდი ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა ესეთი შეხედულება ქონდა გარეგნობა რაღაც ცოტა მკაცრი, მაგრამ აი ძალიან ესეთი იყო, უშუალო კაცი იყო. მამა იყო ძალიან მეგობრული, თბილი, მოსიყვარულე, მამა იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კეთილი და არ იყო მკაცრი. მე ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ მამა ოჯახს გვიან მოეკიდა. მე რომ გავშდი, მამა იყო 40 წლის და ჩემი და რომ მოევლინა ამ ქვეყანას, მამა უკვე 48 წლის იყო. თეატრში მისულა და უთქვამს, მომილოცეთ პირდაპირ შვილი შემეძინაო. მიშველეთ. ვიპოვე. მეოთხელობის თავს. ვაი. დედა. ასი პირდაღებული ლომი შემხვედროდა და ეს არ მენახა. თავის ქალა. ადამიანის თავის ქალა. მე რომ ამას შევხედე და ამან მე შემოვხედა. ეს რომ ჩემისთანა იყო და მე ამისთანა უნდა გავხდე, ყველაფერი რომ წარმოვიდგინე და ამ ჩაგრა ცხოვრებამ გელაპარაკებინე. უპრეტენზიო ადამიანი, უპრეტენზიო მსახიობი. ძალიან თამდაბალი. რასაც შესთავაზებდნენ დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ასრულებდა იმ როლებს. ესე იგი არ შეიძლება ადამიანმა ნახოს უდიპლომო სასიძო და მისი შესრულებული როლი ექიმს რო ასრულებს, ექიმის როლს. ეს არის უბრალოდ მე ვიტყოდი შედევრი არის მსახიობის ოსტატობის შედევრი. არც მეგობარი ყავდა, არც მოგწონდა. ნუ როგორ ფიქრობთ, არავინ შეგიბრალებდა და ერთ გირონკა ბრიჭმა ეს არ გამოემეტებდა? და ვინ იცის? მაგრამ აქ ჩინეთი არ არის და არც მამა შედია ჩინეთში. ამიტომ გინდა არ გინდა შენ და მამა შენმა სამუშაოს ძებნა უნდა დაიწყოთ. მაშ რაღაცა გვიადეთ, ა? იცოდეთ დღის შემდეგ მე თქვენ მისიათ არაფერს მოგცემთ. იმიტომ რომ ფულის გადახდა არ გინდათ კარგად ხედავ. არასოდეს არ მახსოვს, რომ თენგიზ თავის თავზე ეთქვას, რომ მე ეს პატიმოყვარეობა არ ქონდა, რაც ხშირად აქვს მსახიობებს. საუბედუროდ არის ეგრო თავის წარმოჩენა და ეს არ ქონდა და ეს არის ძვირფასი თვისება ადამიანისთვის, ჩემი აზრით, რაც ქონდა სესილეს და იშვიათად ვინმეს რო ქონდა ეს. ეს იყო თენგიზი. მაშ დედასთან მიგეჩქარება, ა? ბედნიერი კაცი ხარ. მე დედა არ ამყავს. არავინ არ ამყავს. როგორ არ ამყავს? ერთი მამი დამყავს, ისეთ ხაჭაპურებს აწყობს პირდაპირ თითებს ჩაიგონეთ. მაგრამ დედა არ ამყავს. არავინ არ ამყავს. ვაი, დაგეძინა კაცო. თეატრის სცენაზეც კი მისი ნებისმიერი ნამუშევარი და მისი ნებისმიერი გამოჩენა მაყურებელს პირდებოდა აი იმ ბუნებრიობას, რომელიც თენგიზ მაისურაძეს ჰქონდა. ახლა ვიყავი მასთან. მიუახლოვდი სახლს. ხედავის გამოდის, მან მე ვერ დამინახა. ნეტავ დავწეოდი და არცად გამეშვა, მაგრამ სადღაც შუკაში შეუხვია და თვალს მიეფარა. უცებ ყვირილის ხმა შემომესმა, მივარდი ვხედავ რას ვხედავ. გდია ფილაქანზე ვთლად სისხლში მოსვლი და გმინავს. თურმე სახურავიდან ვება ძელი გადმოვარდნილა და დასცემია თავზე.
ხრეცები არ ამზადები არ მოისწონეს, სალამ არ მოკლეს. ცოცხალი თუ ცოცხალი არის. ექიმი იყო. ექიმი მოვიდა, სამადლოდ თბილი გამოკვდა. რასაც ამბობდა, ტვინის შერყევა არის, რომ ერთი თვე უნდა იწვეს უძრავად, უიმედოა თითქმის. დავიდეთ რაგნო. დავიდეთ, რომ იცოდეთ რა დღეში იყო. თენგიზ მაისურაძეს შეეძლო აი ამ პატარა ეპიზოდებიდან დასამახსოვრებელი სახეები შეექმნა, თუმცა ეს სულაც არ უშლიდა ხელს არაერთი მნიშვნელოვანი და მთავარი როლი ეთამაშა.